ჩემი პერიოდი გამოსცემდა ძალიან ბევრი პარტიებია, რომლებიც თითქმის ერთ და იგივე ლაპარაკობს ყველა ერთნაირად მსჯელობს და ყველას ერთნაირი გეგმებია, მაგრამ არიან გაფრთხილებულების ყველა პარტიას ყავს თავის ხარდაჭერები და ერთანაც ვიხავი მეორე სამს, მესამეს და მე-11 12 პარტია მაინც არის. ფაქტიურად ერთ და იგივე ხალხია, ერთ და იგივე აზრებით, ერთ და იგივე სურვილები და ქვეყნისთვის რეგულირებული ქართველები არიან ისინი სულ, მაგრამ არიან გაფრთხილებული. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა აზრი, აი ბატონ მოზურამ და რამდენიმე ჩვენმა მეგობრებმა მოიტანეს ეგეთი იდეა, რომ კომიტეტი შედგეს, რომელშიც აისმევს საკითხი, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საკითხი. ერთადერთი და ძირითადი. აქედან დავიწყოთ. გაკეთდა ეს კომიტეტი, ჩატარდა ყრილობაზე რაც მოხდა მე და მოგახსენეთ იქ შით ვინც ყავს ხალხი, რომლებიც ეს ყოველთვის იყო ქართველობაში ზღალატი და თოვილი და ერთმანეთის გაუტანობა და ასე თუ ისე გარკვეულად როგორც გვიდოდა ისევე ჩატარდა ეს ყველაფერი. ეხლა გვინდა ჩვენ რომ ყველა საქართველოს ყველა კუთხეში იყოს კომიტეტის თავისი წევრები ყავს. ხალხს კახებს იმილებს გურია სამეურნეოს ყველა თავის კომიტეტები იქნება, რომელთა თავშედი ექნება თეთრმანეთთან. ყველა ხელი მოწერილი ექნება ერთ დოკუმენტზე, რომ ისინი თანახმარიან და უჭერენ ხალხს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საკითხს. ეს უკვე ოფიციალური დოკუმენტია. 1.5 მილიონი ქართველი მოაწეს ამაზე ხელს, რომ თანახმა არის და გამოთქვამს სულის რაზის კანონიერი ხელისუფლება. ეს უკვე გაფრთხილებული დოკუმენტია. ეს დოკუმენტი ჩვენ ვერ შევქმნით ამ ყრილობაზე, რომელიც ჩავატარეთ და მოგვივიდა შიდა უთანხმოება. და რაღაცნაირად დაბნეული ვართ, როგორც საქართველოა დაბნეული და გაქცევებულები, იგივე გამოვიდა ყრილობაზე ეგეთი გამჭირდა. მაგრამ მადლობა უფალს მაინც ქუჩაში ჩატარდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დარბაზის გარები დაგვიკეთეს საშებიშოს. ნატორისთვის კი მოგიხევით მე თქვენ და ისევ ჩვენების ბრალი იყო და ჩვენების მითებით გავიკეთეს ეს ვაშებიშოს. ერთი სიტყვით დღეს სხვადასხვა პარტიები და მოწვეული ყავს ხალხი, რომელსაც თავიანთი მიმართულებით თავიანთი ხედვები აქვს. გასაგებად დაინახეთ დარბაზში ბევრი ცნობილი სახეა. ჩვენ მიმართავთ მათ. გაერთიანდით, დავზეთ ერთად და ვიმსჯელოთ. ეს კომიტეტი არ არის არც პოლიტიკური პარტია, არც არაფერი. ამ კომიტეტში შევა ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან თითოეულით. ეყოლება სპიკერი 6 თვე თქვენ იქნებით, 6 თვე შემდეგი პარტიის წარმომადგენელი იქნება სპიკერი. ეს საქმე მიყვანს ბოლომდე, რომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საკითხი დავაყენოთ პირველ საკითხად. და მას შემდეგ თუ რამე აზრი მოვა დავაგებული, ეს შეიძლება ჩხუბით, გამართით, ოპოზიციასაც უნდა თავრობის წევრებიც უნდა მოიწვიოს თავრობის წევრებიც, ოპოზიციის წევრებიც, სხვა პარტიის წევრებიც და ერთად დავსვათ და ვიმსჯელოთ. საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უდიდესი კულტურის ქვეყანა. როგორ შეიძლება ეს ხარვეზი ხო უნდა გასწორდეს, ეს უსამართლობა რაც ჩვენ თვალწინ მოხდა, არავის არ გადაურჩევია პრეზიდენტი სამა ადამიანმა კეთობა გაჯაბამ და სიგვამ გადააგენეს თავრობა და მოიწეს ახალ შექმნას საქმეზე. ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს აუცილებლად კანონიერი ხელისუფლება ნაკეთობინაც ერთი დღით იყოს ან ერთი კვირით. შემდეგ უნდა ამოიკრიბოს მარგალიტები ოპოზიციიდანაც თავრობიდანაც არიან ახალგაზრდები ყველგან უნჯერის ხალხი პოლიტიკაში გაფრთხილებულები, რომლისგანაც დაკომპლექტდება თავრობა და მიხედავენ ჩვენ სამშობლოს ისინი, თორე ჩვენ რა ვინა ჩვენ სამუდამოდ დამტარებული და არავითარი პროგრამაში თუ ვინა ჩავწერთ იმას, რომ არავითარ პრეტენზია ჩვენ არ აქვს, არავითარ თანამდებობებს და რაღაც გარეგულებს. ჩვენ გვინდა სამშობლოს საქართველოში, სხვა პარტიებში ოპოზიცია იქნება, თავრობა იქნება, საომარი საჩუქარი ჩვენ საქართველოში და არავითარი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების გზით გადავიდა პირველი ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საკითხი. თუ აქედან აზრი მოვა, თუ თავრობა ხელს შეგვიწყობს, ოპოზიციას ხელს შეგვიწყობს, ერთად დასრულებიან სულ და შემდეგ მეორე ნაბიჯზე, მეორე და მესამე საკითხებს თვითონ წამოაყენებენ. ერთად ვიმსჯელოთ და მივხვდებით ერთად ჩვენს ოჯახს, როგორც საქართველოსია. აი ეს ესეთი არაფერი. ამას ჩვენ ვერ ვახერხებთ, დღეს ვერ მოწმეხათ, რომ ვერ ვატარებთ ისე, იმიტომ რომ გამოსცემება არ აქვს, მე ჩემი საქმე საერთოდ არ არის, საერთოდ არ არის ჩემი მიმართულება, მე სხვა საქმეა დაკავებული. ამას ყავს სამი სპეციალისტები, ხალხი, რომლებსაც უკეთესად შეუძლია ჩვენს საკითხებს წაიყვანოს, პოლიტიკოსები ყავს, გადასარევი, უნიჭიერესი ახალგაზრდები კიდევ მეორე ყველგან, თავრობაშიც, ოპოზიციაშიც და სხვა პარტიებში. აქედან ამოვკრიბოთ ეს მარგალიტები და უხოთეს და საბჭო რაღაც ამდაგვარი შეიქმნება იქ და რომელიც გააკონტროლებენ ამ ყველაფერს და შექმნიან მთავრობას, რომელიც მიხედავს ქვეყანას. აი რაღაც აი ამდაგვარი ძალიან შეიძლება
ისეთი ლამაზად ახალწული ისა ესაა ჩვენი ოცნება, მაგრამ გამოცდილებას ხო უნდა გახოცება რაღაცა ისე არ შეიძლება ესე გათითოვება და გამართოება და ერთად კეთებით მაგალითად ეს საქმე მიასრულება, მაგრამ პირველი საკითხი ერთადერთი რაც არის კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საკითხი. მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ გუშტით, ძალით და ხალხის ჩამოყვანით ქუჩაში და ყვირილით და იმით. მოლაპარაკებებით, ვესაუბრებით, დავუძეთ კომპეტენტურ პიროვნებას, რომლებიც დოკუმენტალურად და საერთაშორისო კანონმდებლობით ყველაფერი დაუკიდეთ, რომ ეს ხარვეზია სერიოზული, რომელიც გააჩნია საქართველოს. ეს საუბრები უნდა გასწორდეს. აღდგეს კანონიერი ხელისუფლება და იმის შემდეგ თვითონ გადაწყვიტავს ხალხი ეს. არჩევნები დაინიშნება თუ პირდაპირ აირჩევა მთავრობა დაკომპლექტდება თუ ეს, ამას მიხედავენ თვითონ პოლიტიკოსები. მხოლოდ და ეს მე ჩემ მოგზალებული აზრია ნამდვილად ეს არის. ჩვენ შექმნით კომიტეტი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის კომიტეტი. ეს კომიტეტი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ აღდგეს კანონიერება საქართველოს და სამართლიანობას. თუ ჩვენ კანონიერება უკვე 33 წელიწადია დარღვეულია კანონიერება და გვინდა რომ თელ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნას კომიტეტები, ეს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის კომიტეტი, რომელიც ხელმძღვანელებს შემდეგ დამაზაფხულა, რომელიც ეს კომიტეტები ერთადერთი მიზნით იქნება, რომ აღდგეს კანონიერი ხელისუფლება, რომ გააძლიეროს უზენაეს საბჭო და უზენაეს საბჭომ შემდეგში, როცა გაძლიერდება ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა და რომ მოიწვიოს შემდეგ სესია უზენაეს საბჭომ და აღადგინოს კანონიერება, მაგრამ ამას უნდა დრო, ამას უნდა მუშაობა. ყველა კარდაკარ სირბილი, სიარული, ყველა ადამიანთან, რომ აუხსნათ ეს ადამიანებს რას მოუტანს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა საქართველოს. ეს მოუტანს ლეგიტიმაციას საქართველოს სამართლიანობის აღდგენას. თუ ჩვენ ყველა ქართველი ერთად არ დავდექით სამართლიანობისთვის, კანონიერებისთვის, ისე არაფერი არ გამოგვიყვანს. მოგიწოდებთ ყველას რომ გაწერიანდეთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის კომიტეტში. ყველას მოგიწოდებთ, გაგახაროთ გვერდთან, მადლობა მოგზაურობისთვის. ლენინგრადში დაამთავრა კინოსარეჟისორო 30 წლის წინ ახალგაზრდობის წლებში მოვიარე ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, აფრიკა და სხვა საქმეებით ვიყავ გადაცებული, მაგრამ მას შემდეგ რაც გავიცანე ზვიად გამსახურდე და მე კოსავა თლიანად გადმოვერთე ეროვნულ მოძრაობაში. მე მეამაყება რომ ვარ უშუალო მონაწილე 70-იანი წლებისა, რაც კი ხდებოდა მოშიმშილეც და მეამაყება რომ ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა და მოხდა სამწუხარო ფაქტი. კინოსტუდია ქართულ ფილმში მუშაობდი, დოკუმენტურში მე რეჟისორი და აი 88 წლის ნოემბრის მოვლენები რო იყო და მე 9 აპრილის მოვლენები კინოსტუდიაში დაიკეტა ყველაფერი და არ მომწე საშუალება კინოაპარატი გამომეტანა, თავისი აკუმულატორი, საწყობიდან ფილი გამომეტანა, გადამეღო და გადავწყვიტე აპარატი ჩამედო, ფოტოაპარატი და ამით მაინც გადავიღო. მართლაც იმ შიმშილობის პერიოდში რაც კი ჩავთვალე მნიშვნელოვნად გადავიღე ყველაფერი და მე აღმოჩნდა რომ თელი მატიანე მაქვს. ბატონო ზვიად გამსახურდია თვითონ მითხრა რომ მოდი გავაკეთოთ მუზეუმი, ამხელა მასალები გაკო და პირველად ვაკის პარკში აღენიშნა 26 მაისი ჩვენი დამოუკიდებლობის დღე 99 წლის. ჩვენ 1-5-6 კაცი დავდიოდით და მოვითხოვდით ხელისუფლებისაგან რომ ეროვნული დღე ჩავატარებინე და მოგწეს ვაკის პარკი. ვაკის პარკში ჩავატარებ და იქ ძალიან კარგი სიტყვა თქვა. ზვიად გამსახურდიამ და მოკლედ ამ პირველად როცა აღენიშნა საბჭოთა პერიოდში ეს ეროვნული დღე თითქმის ნახევარი საქართველოს ჩამოვიდა, იმდენი ხალხი იყო და მე ბედნიერი ვარ რომ იქიდან ფეხით ვიარეთ მე და მერაბ კოსავამ კიდევ რამდენიმე ადამიანმა რუსთაველი და ჩავედით რიყეზე. რომ გადავხედეთ, გადმოვხედეთ მერაბის ინიციატივა იყო რომ თამაზო მითხრა მასალები ხო გაქო და მოდი აი აქ რიყეზე დავარსოთ საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობისა და ბრძოლის მუზეუმი და ჩვენ გავახსენეთ რომ ბოლო იყო ერეკლე მეორე რომელმაც გამოიარა იქიდან მართალია დამარცხდა, მაგრამ ისევ ხმლით იწევდა. ისო მაგ ტარდებოდა ერეკლეს მეორეს მის გასვლა და მე შვილებმა გაიყვანეს და თელავში ჩაიყვანეს და თბილისში აღარ ჩამოსულა გონი ერეკლენის მერე. ამით რამე და თქვა რომ საქართველოს ისტორია არის სულ
ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორია. არასდროს საქართველოს არ უბრძოლდა და სხვაგან არ წასულა საბრძოლველად. ეხლა რაც შეეხება ამ დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს თანხმედრა აი ამ მეგობრებს, ვინც ეხლა დარბაზში არიან და მე. დაახლოებით 10-12 წლის წინ მე და უზენაეს საბჭოს დეპუტატმა დიაკონიძე ფიროზმა მოილაპარაკეთ, რომ როგორმე შერიგება გაკეთებულიყო ამ შევარდნაძესა და მისი მემკვიდრეების, ვინც არიან. და ჩვენ ეროვნულ ხალხს შორის და დავიწყეთ აქციების ჩატარება რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ, მე პირველ სკოლასთან, მაგრამ სამწუხაროდ ბორომდე ვეღარ მივიყვანეთ. თითქმის ყოველწლიურად ვატარებდი მე ამ აქციებს, შერიგება მორიგების და მე ბედნიერი ვარ, რომ რაღაც ბირთვი შეიკრეთ თანამოაზრეების, იმიტომ რომ საქართველოს გადაარჩენს შერიგება მორიგება. მე დაწერილი მაქვს ტექსტი, პირველი ვარიანტი თუ დაინტერესებით მე გადმოგცემთ. მე ვარ 9 აპრილის საზოგადოების თავმჯდომარე. იმიტომ რომ 9 აპრილის დღეებში დღე და ღამე იქ ვიყავი, ის ტრაგედია რაც იყო გადაღებული მაქვს, ის დილა როგორ ტანკები რო დადიოდა, ეს ყველაფერი ჩუმათამა გადაღებული და სამარცხვინო რა, აი ხა წევა რატო ამოვიღე ეს სურათები, საცავებში მაქვს დამალული. ზვიად გამსახურდიამ დაავალა ქალაქის მერს და როგორც იქნა მომცეს 60 კვადრატული მეტრი და იქ გავხსენი მუზეუმი 10 წელი ფუნქციონირებდა. 9 აპრილის მუზეუმში დადიოდა მაღალი საზოგადოება, ყველა ელჩი არის ნამყოფი და იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები. მაგრამ ეს არ მოსწონდა შევარდნაძეს. შევარდნაძე მოვიდა თუ არა პირველი დღეებიდანვე. დაუწყო ბრძოლა 9 აპრილის ამ მუზეუმს და გადატრიალება რომ მოხდა, სახელმწიფო გადატრიალება 91-92 წლის. პირველი დარტყმა განიცადა 9 აპრილის მუზეუმმა. მე რომ მოვედი და დამთავრდა გადატრიალება, ერთი დოკუმენტი არ იყო, მაგი და არ იყო და შტაბ-შტილებების წიგნიც კი წაიღეს იქიდან. ისე განადგურეს და დავჭი ქუჩაში, მაგრამ აღვადგინეთ. მერე დაიწყო ბრძოლა ჩემ წინააღმდეგ და დამთავრდა იმით, რომ პირადად შევარდნაძეს დავალებით მებრძოდა ვანო ზოდელავა და გააკეთეს ფარული პრივატიზება და ერთ დღესაც ქუჩაში გამომაგდეს. და მე მაქვს სურათი, როცა მივდივრი, დაკეტილია და წარმოგიდგენიათ შევარდნაძემ რა გააკეთა. დაავალა იმას ზოდელავას, რომ გააფორმეს წინა რიცხვით, წინასწარ ფული შეატანინეს შევარდნაძეს ოჯახის მძღოლს და იმ გოგომ გაიმარჯვა მithom კონკურსში და გამომაგდეს მე და მთელი ეს უნიკალური მასალა გაიტანეს. რამდენჯერ დაუკავშირდი და არც კი დამიბრუნეს იქ რაც იყო ის და ბოლოს მე მინდოდა სამართლებრივად ამ საქმის განვითარება. მე და ჩემი ადვოკატი მივედით იქა. საინტერესო რა არის იცით, რომ მეორე საფულზე ვინც ცხოვრობს იქ, ვინც გაიფორმა ეს საქმე, რას ამბობდა იცი? მე ავადმყოფი გოგო მყავსო, წაყვანილი მყავდა და მაშინ შემოვიდა იქაო, თითქოს მე შევიჭერი, მაგრამ ეს არ მოხდა. შევარდნაძე დავალებ უკანა რიცხვით გააფორმეს ფარული პრივატიზება, გამომაგდეს და დღესაც ვარ დევნილობაში. ძალიან საფრთხე. და აი ეს კადრები, ცალკე გაჩვენეთ იმ კადრებს, ეხლა რაც ვიპოვე ერთ-ერთი საცავიდან, დამალული რატო უნდა მქონდეს საცავებში? ეს ხო ჩვენი ისტორია არის. საქართველოს დროშა მიაღმართე, მაგრამ თქვენც გესმოდათ ეს ლაპარაკი. იქ დროშა როცა ჩატარდა პირველი მრავალპარტიული სხდომა პარლამენტის, ისე მოხდა, რომ პირველ რიგში მე ვიჭექი, ჩემ გვერდზე იჯდა ოლიკო დეი და მერაბის დედა და ჩემს უკან ზვიადი. და დროშა როცა შემოიტანეს ეროვნული, დამთავრდა სხდომა, მე უთხარი ზვიადის, რომ ბატონო ზვიადი, ეს დროშა მოდი აღმართო და ჩამოვიღო საბჭოს. მიდიო მითხრა. და მართლაც ღამე ავედი მე და რამდენიმე კაცი იმ სურათს გაჩვენებთ, როგორ აღმართეთ ეს დროშა. და გადატრიალების დროს თურმე ავარდნენ მხედრიონელები და ვიღაცა გამსახურდია დროზე შაქრაუნო გადმოაგდეს ზემოდან. დღეს ისეთ ვითარებაში ვართ, რომ ეს ყველაფერი უნდა გავიცავისოთ და ვისაც არ აქვს ჩადენილი სისხლის სამართი დანაშაული, ვისაც ძმა არ მოუკლავს და დანაშაული, უნდა პატარა დანაშაული ერთმანეთს ვაპატიო და საქართველოს წინსვლისთვის შევრიგდეთ. Ну, დღევანდელ დღეს მითხრეს რა ქონდა აქ იყო არსებული. უნდა ჩატარდეს ეროვნული მოძრაობის, ასე ვთქვათ,
წევრთაგან, უზენაესი საბჭოს დეპუტატებისაგან და კანონიერ ხელისუფლების მხარდაჭერისაგან უნდა იყოს არჩევანი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის კომიტეტი და მე როგორც ახლა წინა ხელისუფლების მომხრე ადამიანი მოვედი ამ ხელისუფლებაზე. აქ მოვედი, რომ გავყოლიყავი რა ხდებოდა და საერთოდ ჩემი აზრი მქონდა ყველაფერზე. იმიტომ რომ იდეას თვითონ ამ იდეას კანონიერი ხელისუფლების აღდგენისას რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ. და საერთის წინააღმდეგობები შეიძლება წარმოიშვას წინააღმდეგობებზე. ვაი, პირველ რიგში სოფხედველობრივი, იმიტომ რომ ეს კანონიერი ხელისუფლების მომხრეები გადანად არის გაფანტული, დაშლილი ეს მოძრაობა მრავალ ეგრეთ წოდებული ზვიადისტური მოძრაობა. მარტივმა მრავლებად არსებობენ ბიზნესის ზვიადისტები, მიშა ზვიადისტები, სხვადასხვა ფრის ესე და პირველ რიგში ეს. შემდეგ უკვე ეხლა ბიუროკრატიული და სხვა დანარჩენი თავისთავად და ჩვენ ნახოთ.